მერაბ დვალიშვილის საქართველოს სიამაყე და ამერიკის ახალი გმირი ნიუ-იორკი, UFC 316. დარბაზი სავსეა გულშემატკივრებით, ტრიბუნაზე დონალდ ტრამპი, ხოლო ოქტაგონში ადამიანი, რომელსაც დღეს ამერიკაში კარდიომონსტრს უწოდებენ. მისი სახელი მერაბ დვალიშვილი და მას იცნობს ყველა, ვისაც ოდესმე UFC უნახავს. ტრიუმფი UFC 316-ზე 2025 წლის 10 ივნისი, ნიუ-იორკი. მთავარი ბრძოლა შონ ომელისთან რევანში. მერაბი ოქტაგონში გადის, თითქოს ომში მიდის. წნეხი, ჭიდაობა, დარტყმები, ყველაფერი ზუსტი და დაუნდობელია. მესამე რაუნდში დამახრჩობელი ილეთი. გამარჯვება. ხმაურიანი, უპირობო და კინემატოგრაფიული. CBS Sports წერს, მან მხოლოდ არ მოიგო, ომელი ნაწილებად დაშალა. Associated Press ამახვილებს ყურადღებას მერაბის საოცარ სერიაზე, 13 განუწყვეტელი გამარჯვება, მათ შორის პიოტრ იანთან, ჟოზე ალდოსთან და ორჯერ შონ ომელისთან. ჯო როგანი, ეს მანქანაა. მონსტრი. მოწინააღმდეგეებს წვავს ამერიკაში ყველაზე გავლენიანი პოდკასტის წამყვანი ჯო როგანი მერაბს ფაკინგ მონსტრს უწოდებს. ის ამბობს, რომ არც ერთ მებრძოლს ამ წონით კატეგორიაში არ აქვს მსგავსი გამძლეობა. მერაბი უნიკალური ფიზიკური შესაძლებლობების მფლობელია და ამით ყველას აღაფრთოვანებს. ბრძოლის მეორე დღეს მერაბი ისევ დარბის და ვარჯიშობს, თითქოს არაფერი მომხდარა. სწორედ ეს ხდის მას ისეთად, როგორცაც მთელი MMA სამყაროს პატივისცემა აქვს. მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, ის საუკეთესოა შონ ომელი ორმაგი დამარცხების შემდეგ, ამბობს, მარცხი მძულს. მაგრამ უნდა ვაღიარო, დვალიშვილი საუკეთესოა ამ წონაში. მან ეს დაიმსახურა. MMA ფაითინგის სვამს კითხვას, ნუ თუ დრო არ არის ვაღიაროთ, მერაბი ყველა დროის საუკეთესოა ბანტამის წონაში. კურიოზი, მერაბიც აქცევას მხოლოდ ოდნავ გადაურჩა ბრძოლის დაწყებამდე მერაბის ოქტაგონში შესვლისას, გულშემატკივრებმა ღობე გაანგრიეს და ხალხი პირდაპირ მის ფეხებთან დაეცა. სოციალურ ქსელებში ეს კადრები გავრცელდა მთელი ამერიკის მასშტაბით. მერაბმა იხუმრა, ვიფიქრე ბრძოლამდე ნოკაუტი არ მეღირსოს მეთქი? თბილისში დაბრუნება, როგორც მეფეს მერაბი ბრუნდება საქართველოში. აეროპორტში, ზღვა ხალხი. სიმღერები, დროშები, ცრემლები და სიხარული. ამერიკული მედია წერს, საქართველოს მეფე მიიღო, დვალიშვილისთვის სამშობლოში კულტია. რა იქნება შემდეგ? შემდეგი მეტოქე შესაძლოა კორისენჰაგენი იყოს. ტექნიკური, მტაცებელი სტილით. მაგრამ ამერიკელი ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, მერაბის დასამარცხებლად ჩვეულებრივი კარგი მებრძოლი არ კმარა. სჭირდებათ იდეალური. და ასეთი ჯერ არ ჩანს. დასკვნა ამერიკამ მერაბ დვალიშვილში მხოლოდ მებრძოლი კი არა, ლეგენდა დაინახა. ადამიანი, რომელიც გამძლეობით, შრომის მოყვარეობით და თავმდაბლობით ყველას აოცებს. ის გახდა ძალის, რწმენისა და ერთგულების სიმბოლო. ის უკვე შევიდა UFC-ის ისტორიაში. და წინ, მთელი ეპოქაა. მომცე სიგნალი და მე დაგიდგენ ყველაფერს, ტექსტის ფრეეტიტიესთვის, ფოტოები, მუსიკა და ვიზუალი.